3,914,000 ადამიანი მოსახლეობა ახალი მონაცემები ასეთია, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა და 200,000-იანი მატება, რაც ეკონომისტებს, სპეციალისტებს არარეალურ რიცხვად ეჩვენება. საქსტატმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩათვალა ამ მონაცემებში და როგორც გვეუბნებიან სახელმწიფო მსვლელში, იგივე პრაქტიკა და მეთოდოლოგია მოქმედებდა 2014 წლის აღწერისასაც გამოდის, რომ ახლა 200,000-თან უფრო მეტით უცხო ქვეყნის მოქალაქეა ქვეყანაში. ქართულ ოცნებას არანაირი კითხვები არ გააჩნია იმ მეთოდოლოგიასთან, რომლითაც იცვლის საქსტატი, ამბობენ, რომ ეს არის საერთაშორისოდ გაწერილი ნორმები და წესები, თუმცა ბუნებრივია კითხვები რჩება კვლავ იგივე, მაშინ, როდესაც მცირდება შობადობა და იზრდება სიკვდილიანობა, მაშინ, როდესაც განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი მოქალაქე საქართველოს ტოვებს და უკან აღარ ბრუნდება, როგორ შეიძლება იზრდებოდეს მოსახლეობის რაოდენობა. ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს არის სტატისტიკა და თუ დაგჭირდება სხვა რიცხვებსაც გვეტყვიან. ეს არის ვინც ლეგალურად იმყოფება საქართველოში. სწორია ეს მეთოდოლოგია. არა, მეთოდოლოგია თუ ამბობ, ვინც იმყოფება ლეგალურად საქართველოში, მაშინ სწორი მეთოდოლოგია. თავარი აქ საქსტატის დანიშნულება არის, რომ ისეთი ციფრი არ მოგვეწოდოს, რომელშიც ვერ გავერკვევით და ან განმარტება არ იქნება სწორი. ეს არ გაუკეთებია და ეს კარგია. თუ რამე სხვა ციფრი გვაინტერესებს, ვკითხოთ ისიც და იმასაც გვეტყვით. იცოდეთ, რომ ის არის ინტეგრირებული მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც იგივე მეთოდოლოგია არის, რაც ჩვენთან. რა არის აქ გაუგებარი? შობადობა რო შემცირდა ძალიან ცუდია და ყველაფერი უნდა გავაკეთო და მაგის პირველი წამალი არის 10%-იანი ზრდა, რომელიც იშვიათობა არ და მიაღწიეს საქართველოს თავრობამ, რომ ეკონომიკა გაიზარდეს, ხალხი არ წავიდეს საზღვარგარეთ და საშუალება ჰქონდეს ოჯახის შექმნის. და რაც შეეხება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს, ეგ ალბათ საქსტატს უნდა გითხრათ. და ადამიანები, რომლებიც დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან, თუმცა რა თქმა უნდა დაბრუნდნენ არა ახალგაზრდები, სამწუხაროდ, არამედ უფროსი თაობა. შობადობა შეიძლება 1 წელს შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხვალ შეიძლება ისევ გაიზარდოს. ეს არის 10 წლის განსხვავება, შედარება, რა ხდებოდა საქართველოში 10 წლის წინ, რა ხდებოდა ახლა. რაც შეეხება უცხოელებსაც, ყველა მათგანი რა თქმა უნდა შეყვანილი არის. თუმცა მოსახლეობის აღწერის პრინციპი ითვალისწინებს, თუ ვინმე რჩება ხანგრძლივად ქვეყანაში, ის იყოს აღწერი. მოსახლეობის და მაგალითად განაპირობა იმამ, რომ გაზრდილია სიცოცხლის საშუალო ასაკი 3 წლით. რაც მე მგონი უნდა გიხარობდეთ. დარწმუნებულია, რომ საქსტატმა ეს რიცხვები გამოაქვეყნა შესაძლოა იმ მეთოდებით, რომელიც დაითვალა, თუმცა საერთაშორისო მეთოდოლოგია ხშირად გამოყენებულია манипуляციისთვის, რომელიც სჭირდება ხოლმე სწორედ ქართულ ოცნებას. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის სწორედ მომდევნო მაგალითი ამ ტიპის манипуляციის, სხვანაირად ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება ქვეყნიდან დიდი გადინების ფონზე მოსახლეობის ზრდა. ამ ქვეყანაში, სადაც საგანგაშო ვითარება არის, რომელიც ამბობს, რომ 2050 წელს დაახლოებით 30% შეიძლება ჩვენი მოსახლეობა შემცირდეს. აი ეს ტენდენცია გვაქვს ერთი და მეორე მყარი ტენდენცია უკანასკნელი 10 წლის და განსაკუთრებით ბოლო 3 წლის, რომლის მანძილზეც მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა და წავიდა ემიგრაციაში. ამ ვითარებაში ის მაჩვენებელი, რომელსაც საქსტატი იგონებს, ეს არის მაჩვენებელი, რომელიც არის манипуლირებული და დაწერილი იმისთვის, რომ აი ამ რაღაცა ეგრეთ წოდებულ და ვითომ არჩევნებში, რომლის ჩატარებაც უნდათ, იქ დიდი გაყალბების სპეცოპერაცია ჩაატარონ. საქსტატის სამსახურიც გახდა მოწყვლადი საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, მისი გამოქვეყნებულ მონაცემებს აღარ აქვს სანდოობა. აღარ აქვს სანდოობა გამომდინარე იქიდან, რომ რა მონაცემებიც ჭირდება კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოს ხელისუფლებას იმ მონაცემებს დებს. რომ ადამიანები ცხოვრობენ და რეალურად უყურებენ, რომ ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაედინება. შესაბამისად, მისივე გამოქვეყნებული სტატისტიკით მანამდე კლება გვაქვს შობადობაში, გაზრდილი არის გარდაცვალება, უფრო მეტი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან ვიდრე წინა წლებში და ამასობაში საქსტატი გეუბნება, რომ პირიქით რაოდენობა გაიზარდა საქართველოს მაცხოვრებლების. ასე რომ საქსტატს ძალიან ბევრი შრომა მოუწევს, რომ ეს ციფრი დაასაბუთოს, დაადასტუროს და გახადოს დამაჯერებელი.
საქსტატის მიერ აღწერის შედეგად გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს ეკონომისტებს, მაშინ, როდესაც ასევე საქსტატის ინფორმაციით ბოლო 10 წელში მინიმუმ 250,000-მა მოქალაქემ საქართველო დატოვა, ისინი იმყოფებიან ემიგრაციაში, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ბრუნდება უკან, ამ ფონზე ვერანაირად ვერ ხსნიან 200,000-იან მატებას მოსახლეობაში.